ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ძალიან ბევრი საუბარი იყო უსაფრთხოებაზე. არ რაღაც მუქარი წერილები ვრცელდება და ასე შემდეგ. როგორ არის იქ უსაფრთხოება დაცული, მოდით ჩვენი მოყურებელს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ამაზე და ქონდა კიდევაც შეხვედრები. სურვილი გამოთქვა შვეიცარიის მხარემ, ვიცით რომ იგი არეგულირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას. პირადად მე მქონდა შეხვედრა ელჩის მოადგილესთან. განვიხილეთ რაღაცა დეტალები, თუ რა შეიძლება წინასწარ უძღოდეს ამ ოლიმპიურ თამაშებს. ვისაუბრეთ ჩვენს მხარესთანაც ან უსაფრთხოების სფეროში ქონდა შეხვედრა, ინსტრუქციები გადმოგცეს, თუ რაიმე შეიძლება პროვოკაციული იყოს ან დაუშვათ რაღაცა ტერორისტებთან მიმართება შეიძლება შეიცავდეს რაიმე საშიშროებას. ეს ინსტრუქციები მიღებულია, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს დელეგაციასაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ოლიმპიური თამაშებისათვის უსაფრთხოების სფეროში ჩაბმული და მაქსიმალურად როგორც ჩემთვისაც ცნობილი, როგორც არც ერთი ოლიმპიური თამაშები, ეს იქნება მაქსიმალურად დაცული, იმიტომ რომ წინუსწრებდა ამ ყველაფერს უზარმაზარი პროპაგანდა ამ ტერორისტული აქტების და რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული მხარეც, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმაც დააფიქსირა თავისი აზრი და ქართული მხარეც აფიქსირებს, რომ პირდაპირ ვალდებულება არის, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა უსაფრთხოების საკითხებში და მე ვფიქრობ, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საფრთხე. ჩვენი სპორტსმენების დელეგაციის ზოგადად პირობები თქვა სად ცხოვრობთ როგორ აპირობებში? ეხლა როგორ ვითარება ამ ოლიმპიურ თამაშებს აქვს ორი ოლიმპიური სოფელი. ერთი არის მთაში, რომელშიც განთავსდება 3 სამთო მოთხილამურე და მათ შორის მეც მისის ხელმძღვანელი ვიქნებით მთის ოლიმპიურ სოფელში და არის მეორე სოჩი თვითონ დაბლა მეორე ოლიმპიური სოფელი, სადაც ელენე გედევანიშვილი იქნება და დანარჩენი დელეგაციის წევრები. ეს რაც ოლიმპიურ სოფელს შეეხება, უკვე ოფიციალური სტუმრები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გენერალური მდივანი და ჩვენი სპეციალური სტუმრები, ისინი უკვე ოლიმპიური სოფლის გარეთ განთავსდებიან, შესაბამის სასტუმროებში ეს მოწოდებულია ესია, სად იქნებიან, როგორ იქნებიან. ასე რომ ოლიმპიურ სოფელში იქნება ძირითადად 9 კაცი, დანარჩენი წევრები უკვე ოლიმპიური სოფლის გარეთ. ამ ოლიმპიადის მიმართ გასაგები მიზეზების გამო არის განსაკუთრებული ყურადღება მედიის მხრიდან. ჩვენი ქართული მედია როგორ იქნება წარდგენილი? ჩვენ მოვყავს 3 ჟურნალისტი, გახლავთ თენგიზ გაჩეჩილაძე, თენგიზ ბაჭკორია და კულუმბეგაშვილი თამუნა, რომელიც მთლიანად დააკვირდება ოლიმპიური თამაშების პროცესს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტი იქნება, რომ გახსნის ცერემონიალს გადაიღებს და პირდაპირ როგორც ჩემთვის არის ცნობილი საზოგადოებრივი კი. საერთოდ მთლიანი ოლიმპიურ თამაშები იქნება პირდაპირ გაშუქებული, კი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის. მე დროშე ნინო ციკლაურია, მისთვის პასუხისმგებლობა ალბათ. ბატონო ლერე მისაუბრა მედლებზე ფიქრი არ უხერხული იქნებოდა ეს კითხვა. სამწუხაროდ მართლაც არ არის ახლა ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ელენეს იმედი მაინც გვაქვს. რა მდგომარეობა ზოგადად ზამთრის სახეობებში, რომ ეს შეგვიძლია ჩვენ გამოვასწოროთ რეალურად წლებთან წლების გასვლასთან ერთად. რა თქმა უნდა და ძალიან აქტიურადაც ემზადებიან სხვადასხვა ზამთრის სპორტის სახეობები და ალბათ ჩვენი ძალის ხმევითაც შეიძლება ითქვას, რომ მომავალში ალბათ უფრო სხვა სახეობებში წამოიწევს ზამთრის სპორტის პოტენციალი. რაც შეეხება უიმედობას, გასაგებია ახლა ზამთრის სპორტია და ჩვენ ცოტა მოვიკოჭლებთ დღეის მდგომარეობით, მაგრამ მე ყოველთვის ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საქმეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ როდესაც სპორტსმენი მთელი ენთუზიაზმით ემზადება ოლიმპიური თამაშებისათვის, წინასწარვე იმის ძახილი რომ არაფრის შანსი მათ არ აქვს, მე ვფიქრობ რომ ეს არასწორია, მაგრამ რეალისტები ვიყოთ, რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება რაიმე მედალზე ფიქრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სპორტია და ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, ვინც სპორტში მოღვაწეობთ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს ახლა ელენი არ არის ისეთი დაბალი დონის სპორტსმენი, რომ არ კონდეს მას შანსი რაიმე დიდი წარმატების მიღწევისა. არ არის გამორიცხული, შეიძლება ჩვენთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება ისაც თუ ათეულს ქვემოთ მოხდება ელენე, ხოლო თუ იმაზე იქნება საუბარი, რომ იგი რაიმე შეიძლება საპრიზო ადგილი დაიკავოს, ეს რა თქმა უნდა ყველას გაახარებს მთელ ქართულ გულშემატკივარს. ბატონო, მინდა გითხოთ, ეხლა ის ტრაგედია ყველას გვახსოვს ზამთრის თამაშებზე, რაც მოხდა და
დღემდე არ არის პენსიაში საქართველოს შოკიდან გამოსული და კუმაროტაშვილის გულისხმობ და ბოლო პერიოდში ეს არასასწრაფო აჟიოტაჟი რომელიც იყო თქვათ მის საფლავთან დაკავშირებით თქვენ იმყოფებოდით ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ვაკურიანში და რო გითხათ მაინც მე მგონი ყველაფერი მოგვარდა კი ეს როგორც კი ჩვენთვის გახდა ცნობილი რა თქმა უნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა პრესიერად მიიღო ყველანაირი ზომები რაც საჭირო იყო ის პრობლემა იმ დღესვე გამოსწორდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ოჯახის სურვილი არ იყო მიუხედავად იმისა ის კერძო მიწაზე კეთდებოდა ეს რაღაც ატრაქციონი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა შევიდა ოჯახის მდგომარეობაში და ეს თემა რა თქმა უნდა დაიხურა სასიკეთოდ ისე როგორც ოჯახს უნდოდა ჩვენ ქონდა საუბარი ბორჯომის მუნიციპალიტეტთან გამგებელთან და პროექტი არსებობს უკვე რომ გაზაფხულიდან დაიწყება სამუშაოები ნოდარის საფლავის გარშემო ეს ტერიტორია გახლავთ საპატრიარქოს ტერიტორიაზეა ნოდარი დაკრძალული და საპატრიარქოსთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას და საკმაოდ ლამაზი სკვერი გაკეთდება იმ ტერიტორიაზე კიდევ ვიცი რომ იგეგმება პატარა შენობის ჩადგმა სადაც შეიძლება განთავსდეს ნოდარის პატარა მუზეუმი რომ უამრავი ტურისტი რომელიც ჩამოდის ბაკურიანში ყველას უჩნდება სურვილი რომ მივიდეს და ნახოს ნოდარის საფლავი და თუ ეს გაკეთდა რომ მას იქ პატარა მუზეუმიც დაერთო რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება ჩვენც მაქსიმალურად ზუსტად 2 დღის წინ ასეთი სიმბოლური აქცია გავაკეთეთ როგორც ნოდარი დარწმუნებული ვარ ნოდარი რომ ცოცხალი ყოფილიყო ის იქნებოდა დღევანდელი ოლიმპიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი და ჩვენ სიმბოლურად ჩავედით და ოჯახს გადავეცით ოლიმპიური ნაკრების ეკიპირება ნოდარის სახელზე და ის ეკიპირებაც თავისთავად დაიდებს მის მუზეუმში საერთოდ ისეთ საპატიო ადგილს და ასევე გადავეცით კიდევ კობა წაკაძეს სიმბოლურად ეს ოლიმპიური ეკიპირება იმიტომ რომ იგი ლეგენდაა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ტრამპლინ და ხტომაში მან საერთოდ ინოვაცია მოახდინა შეიძლება ესე ითქვას იმ პერიოდში და იგი ძალიან გახარებული დარჩა მივედით პატივი ვეცით, გადავეცით და ჩვენთვისაც სასიხარულოა რომ როდესაც კობა წაკაძეს ეცმევა ოლიმპიური ნაკრების ფორმა თვითონ ის სპორტსმენებიც რომლებიც მიდიან მათთვისაც მე მგონი რაღაც სტიმულის ეცემია ბატონო აი ისე უსაფრთხოება უკვე სპორტული თვალსაზრისით გასაგებია ჩვენ საციგაო სპორტში არ ყავს ბოსტონში არავინ თქვა ციგაში მაგრამ რამდენად იმოქმედა თქვა იმ საშინელო ტრაგედია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტმა მიიღო როგორც ვიცით ზომები რომ ტრასებზე უკვე უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული კი იყო ესეთი ის ტრასაც კი რომელიც ვანკუვერში იყო რაღაცა დოზით შეიცვალა მისი რელიეფი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი მას მოაცილეს ერთი ნაწილი, იმიტომ რომ შეამცირეს სისწრაფე ამ ტრასაზე და სხვა ყველა ეხლა უკვე ფილი ეს საერთაშორისო ციგნის ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ყველა ტრასას რომ ასეთი ტიპის ინციდენტებს ადგილი არ ქონდეს იმიტომ რომ ეს სახეობა ძალიან სარისკო არის ესე შეიძლება ითქვას ძალიან საფრთხის შემცველია იმიტომ რომ როდესაც სპორტსმენი 140 კმ/სთ მოდის ტრასაზე და ერთი პატარა დაცემამაც კი შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს და მე ვიცი რომ სოჭის ტრასაც ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია იქ იმართებოდა შეჯიბრებითიც გაიმართა სრული კონტროლის ქვეშ არის და მე ვფიქრობ რომ ასეთ ინციდენტებს აღარ ექნება ადგილი საციგაო სპორტში. და ბოლოს შეკითხვა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან ცხადია გექნება თუ ურთიერთობა შექმნილი თარებიდან გამომდინარე თქვა რა განსაკუთრებული დამოკიდებულება ხო არ არის ჩვენს არა აბსოლუტურად ჩვეულებრივი დამოკიდებულება ჩვეულებრივად გვაქვს ურთიერთობა თუ რაიმე ტექნიკური საკითხებია, პროცედურული საკითხებია, თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისიერად კეთდება, არანაირი შეზღუდვა, არანაირი დაუშვათ გადაწევა რაიმე თემის, პირიქით, ყველაფერი გეგმაზომიერად, ისე როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში სხვა ოლიმპიურ კომიტეტებთან. ოლიმპიური თამაშები კიდევ ერთ შანსია, რომ ყურადღება მივიპყროთ ალბათ. ჩვენ დისციპლინით და კარგი გამოსვლით ალბათ ღირსეული გამოსვლით ოლიმპიურ თამაშებზე. კარგი დოამკა დაგემშვიდობებით, მაშინ წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა გაცნობაში ტურობისთვის. წარმატებებია, ჩვენ ალბათ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, ოლიმპიური თამაშები ახლოვდება, ჩვენი დელეგაცია მალე გაემგზავრება, ჩვენი დღევანდელი განცხადების სტუმარი მამუკა ხაბარელი გახდათ. რაც შეეხება